ამ ადგილს საქართველოს სულიერ ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რადგან აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი ქალწული წმინდა ნინო. აქ ტრადიციულად 27 იანვარს განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავენ. ჩვენ მონასტრის წევრებთან ერთად შევეცდებით უფრო მეტი მოგიყვეთ წმინდა ნინოს მოღვაწეობის, აქ მომხდარი სასწაულებისა და ამ სულიერი სავანის შესახებ. სწორედ ამ მხარეში, კახეთში დაასრულა ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ მოციქულებრივი მოღვაწეობა. დაბა ბოდისი უფალმა ჯერ კიდევ წმინდანის სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება დედა რაქილი. მოგესალმებით დედაო, თუ შეიძლება რომ შეგვიწყოთ ტაძარში და მოგვიყვეთ ვისი სახელობის არის ეს ტაძარი. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც განისვენებს ქართველთა განმანათლებელი მოციქულთასწორი წმინდა ნინო. ეს ადგილი ღვთისგან იყო გამორჩეული წმინდა ნინოს განსასვენებლად და თვითონ წმინდა ნინომაც იცოდა თავის ცხოვრებაში, ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს, რომ ის აქ აღესრულებოდა და აქ იქნებოდა მისი განსასვენებელი. მეფე მირიანი დიდად დამწუხრდა წმინდა ნინოს გარდაცვალების გამო და მას უნდოდა რომ გადაესვენებინა იგი სვეტი ცხოველში მცხეთაში იმ პატევის მისაგებად, რომელიც ერგებოდა, რა თქმა უნდა, ქართველთა განმანათლებელს. მაგრამ როგორც ვკითხულობთ მოქცევა ის ტექსტში, 200-მა კაცმა ვერ შეძლო მისი მცირე სარეცლის დაძვრა ადგილიდან და მაშინ უკვე მეფისთვისაც ცხადი გახდა, რომ აქ უნდა დაეკრძალა წმინდა ნინო და მართლაც ის აქ დაკრძალეს და მას მერე წმინდა ნინო განისვენებს აქ. აი აქეთ ეკვდერში არის წმინდა ნინოს საფლავი და აქაც არის ტრაპეზი, რომელიც არის მისი სახელობის. ამ ადგილს ყოველთვის მრავალი მომლოცველი სტუმრობს, რადგან წმინდანის აღსრულებიდან მოყოლებული მისი განსასვენებელი მადლისა და კურნების წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის აქ სალოცავად, თაყვანისაცემად და ადამიანები რო არ გრძნობდნენ აქ რაღაცა მადლს, შემწეობას, დახმარებას, არ ვიცი თუ გნებოდ სურვილების ასრულებას, ალბათ არც ივლიდნენ. ეს რაღაცა პერიოდი იქნებოდა ეს და მერე შეწყდებოდა. თვითონ ეს ფრესკა არის შუა საუკუნეების, მაგრამ საფლავი არის მე-20 საუკუნის ბოლოს, უკვე მას მერე არის გაკეთებული შემკული, რაც აქ გაიხსნა დედათა მონასტერი მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით. მარმარილოს ქვა ჩამოტანილი არის კაბადოკიიდან, წმინდა ნინოს სამშობლოდან და ამითი არის რაღაცნაირად დაკავშირებული წმინდა ნინო თავის სამშობლოსთან, ხოლო ეს პერანგი და ეს მინანქარი, რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი არის ქართული, აქ შესრულებული მე-20 საუკუნის ბოლოში. თქვენ რამდენი წელია აქ მსახურობთ და აი თქვენთვის როგორი შემწეა წმინდა ნინო? მე აქ ვარ 2000 წლიდან, ანუ 25 წელია, რაც ბოდბის მონასტერში ვარ და რა თქმა უნდა, მარტო ჩემთვის არა, მონასტრის სრულიად მონასტრის კრებულისთვის ალბათ რა თქმა უნდა, მთავარი ჩვენი შემწე არის, ვინც ძალას გვაძლევს, გვამხნევებს. რა ვიცი, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სულ მოკლეობაში ჩავარდეთ, ან ხელები ჩამოუშვათ, როცა ან გვიჭირს, ან რთული პერიოდია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის წმინდა ნინო. რასაც ხედავთ, ეს მოზაიკა არის, აი სულ რამდენიმე წლის გაკეთებული. მხატვარი არის მამუკა მიქელაძე და მოზაიკოსი არის ამირამ ბაკურაძე. წმინდა ნინოს სიკვდილის წინ თავის ცხოვრებას უყვება, თავის მოწაფეებს და ეს არის პეროჟავრა სივნიელი და სალომე უჯარმელი. მათ უყვება და ისინი იწერენ მათ ცხოვრებას. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. უძველესი ტრადიციების მქონე ტაძარი კომუნისტების მმართველობის პერიოდში საავადმყოფოდ გადაუკეთებიათ. 1991 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სავანე სრულად აღდგა. იღუმენია თეოდორას ხელმძღვანელობით ამჟამად აქ რამდენიმე ათეული მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს. ეს არის ასლი ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც შესრულებულია ათონზე მე-20 საუკუნის დასაწყისში და ათონიდან არის ჩამობრძანებული ბოდბის მონასტერში. 1924 წელს კომუნისტებმა დაახურეს მონასტერი, აქაურობა გავერანდა და ეს ხატი აქ იყო საავადმყოფო გახსნეს კომუნისტებმა და აი ამ საავადმყოფოში იხმარებოდა როგორც მაგიდა, ჩვეულებრივ დამოყირავებული ედგათ ეს მაგიდა და როგორც გადმოცემით ვიცით, ერთმა უკეთურმა კაცმა დანით დასერა ღვთისმშობლის სახე. და როგორც ამბობენ, ამ კაცის ბედი ცუდად წარიმართა ამის მერე. მოგვიანებით, როცა 60-იან წლებში გაიხსნა აქ ტაძარი, აი მერე უკვე საავადმყოფოდან წამოიღეს და დააბრძანეს იქ, სადაც უნდა იყოს, სადაც ეკუთვნის მას ყოფნა.
2009 წელს უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი აიგო. მშენებლობა 10 წელს გაგრძელდა. 2019 წლის 9 ივნისს ეკლესია საზეიმოდ იკურთხა და მას შემდეგ წმინდა ნინოს ხსენების დღეს ტრადიციულად წირვა-ლოცვა სწორედ ამ ტაძარში აღევლინება. ბოდბეში იყო ერთი ტაძარი, რომელიც იყო წმინდა გიორგის სახელობის და არ ქონდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. იქ კი არის მის საფლავზე ტრაპეზი, წმინდა ნინოს სახელზე ნაკურთხი, მაგრამ ტაძარი როგორც ასეთი წმინდა ნინოსი არ ყოფილა ბოდბის მონასტერში და აი ამიტომ უწმინდესმა აკურთხა დედა თეოდორა, რომ ბოდბეში აშენებულიყო დიდი ტაძარი წმინდა ნინოს სახელობის და მართლაც 2009 წელს მისი უწმინდესობის კურთხევით დავიწყეთ ამ ტაძრის მშენებლობა. ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა 10 წელი და 2019 წელს აკურთხეს. და ყოველ წელიწადს, რა თქმა უნდა, წმინდა ნინოს ხსენების დღეს წირვა ყოველთვის აღესრულება ამ ტაძარში. ლოცვა ჩვეულებრივ სრულდება ძველ ტაძარში, როგორც მას ვეძახით ხოლმე, მე ღამის 2 წირვა გვაქვს ხოლმე ამ დღეს. ღამე წირვა ტარდება მის საფლავზე, უშუალოდ მის საფლავზე, იმ ტრაპეზზე, რომელიც იქ არის და დილას უკვე საზეიმო წირვა ლოცვა, რომელსაც აღავლეს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ის ტარდება აი ამ დიდ საკათედრო ტაძარში. თუ ბოდბის მონასტრიდან დაახლოებით 1 კილომეტრს გაივლით, წმინდა ნინოს სახელობის სასწაულმოქმედ წყაროსთან მოხვდებით. გადმოცემის თანახმად წყარო წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. სასწაულმოქმედმა წყალმა ფიზიკურად და სულიერად უამრავი ადამიანი განკურნა. ჩვენ გადმოცემით ვიცით, რომ ეს წყარო წმინდა ნინოს ლოცვით არის აღმოცენებული. ეს მხარე უწყლო მხარია, არც მდინარე ახლომახლო და არც ნაკადული ან რამე სხვაგვარი წყალი. ვიცით, რომ წმინდა ნინო მილოცა, რომ აქ წყარო აღმოცენებულიყო და საუკუნეების წინ ეს წყარო ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. შემდეგ, როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ და მონასტერი დაკეტეს, ეს წყარო გამოიყენებოდა საყოფაცხოვრებო საშუალებებისთვის და ამიტომ წყარო გაქრა. ეს ვიცით გადმოცემით იმ ადამიანებისგან, ვინც იმ დროს აქ ცხოვრობდა მონასტერში. სადღაც მე-20 საუკუნის შუა წლების შემდეგ აქ აღმოაჩინეს წყარო, რომელიც მორწმუნე ადამიანებმა იცოდნენ ამის შესახებ და ისინი მოდიოდნენ და პირდაპირ თავზე ივლებდნენ ხოლმე წყალს და იცოდნენ, რომ მას მაკურნებელი ძალა ჰქონდა. ამ ხეობაში, როდესაც მონასტერი გაიხსნა, ბოდბის მონასტერი, დედებიც ჩამოდიოდნენ ხოლმე და ასევე მიახლებოდნენ ამ წყაროს. მაშინ გადაწყდა, რომ 90-იან წლებში, მე-20 საუკუნეში, რომ აეშენებინათ პატარა ემბაზი და წმინდა ნინოს მშობლების სახელობის ტაძარი. მე მომსმენია მართლაც ბევრისგან. ხშირად არის ხოლმე, რომ მოდიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ განვიბანეთ და წლების შემდეგ ბავშვი შეგვეძინა. საკმაოდ სერიოზულია ამ ტყუებისგან განკურნებულის პირადად მინახავს. უამრავი მომლოცველი მოდის, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოდან და უცხოეთთანაც მოდიან. წყარო ყოველდღე ღიაა, გარკვეულ დრომდე და ღამითაც ღიაა და მოდიან მომლოცველები და ღამითაც ჩადიან ხოლმე. რომ შეგვიწყოთ ახლა თუ შეიძლება და ჩვენს მაყურებელსაც ვანახოთ, როგორ გამოიყურება სასწაულმოქმედი წყარო. ეს არის ემბაზი და ეს არის აუზი, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან არის მომზადებული. აუზი არის ნახევრადწრიული, ადამიანები ჩადიან მარჯვენა მხარეს, 5-6 საფეხურია და შუაში ყვინთავენ. სასურველია თუ სამჯერ ჩაყვინთავდა, იტყვი სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისა წმინდისათა. ან ნებისმიერ ლოცვას ილოცებ ისედაც, როცა ჩადიხარ. ესეც ერთ-ერთი სასწაული ალბათ, რომ არის ძალიან ცივი წყალი, მაგრამ არავინ არ ცივდება აქ ჩასვლის შემდეგ. გეტყვით ამაზეც, წყალი არის +4, როგორც გამდინარე წყლის ზოგადად ეს ტემპერატურა +4-ია, მაგრამ რომ ჩახვალ გონია, რომ ძალიან მართლა ცივია +4, ისე რომ ჩახვიდე. თუმცა წყლიდან ამოსვლისას თბილი ხარ და კარგადაც გრძნობ თავს. დედაო, ეს ტაძარი, როგორც ვიცი, არის წმინდა ნინოს მშობლების სახელობის. ეს ტაძარი ემბაზთან ერთად აშენდა. ანუ ფაქტიურად ემბაზია დაშენებული ტაძარი. ტაძარი და ემბაზი ერთად აშენდა და გაიხსნა 2003 წელს. წმინდა ნინოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში 2 ჯერ იხსენიებს. ყოველ 27 იანვარს მის აღსრულებასა და ყოველ 1 ივნისს მის საქართველოში შემობრძანებას.